ზაფხულში პომიდორი რომ არ იყოს, რა მეშველებოდა. თქვენც ესე ხართ? დღის ბოლოს უკიდაგანოდ დაღლილი, ყველა საქმე მოლეული და თავისუფალი. წამოვწექი და დავიწყე ინსტაგრამის სკროლვა. გადავაწყე საინტერესო რეცეპტს. აი ამ რეცეპტს, რომელსაც ახლა გიზიარებთ. მცირედი ცვლილებები შევიტანე და გადავწყვიტე და გადამეღო. სალათი უგემრიელესია, ნახევარი თონის პურს შემომეჯამა. რამდენიმე პომიდორი დაჭერით. სასურველია ფერადი პომიდორები. დააჭყილდეთ ნიორი, 2-3 კბილი. მოაყარეთ მარილი და შავი პილპილი. მოსხეთ ზეთი ან ზეითუნის ზეთი. დააწურეთ ნახევარი ლიმონის წვენი და ამოურიეთ. ჩოპერში გადაიტანეთ 200 გრამი ყველი ფეტა. დაუმეტეთ 180 გრამი არაჟანი. დაახეხეთ 1 ლიმონის ცედრა და დაუმეტეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი. დააჩოპერეთ, გადაიტანეთ სასურველ ჭურჭელში, დაუმეტეთ პომიდორი, მაგრამ არ ამოურიოთ. ბოლოს დაუმეტეთ ბაზილიკის ფოთლები და მზად არის. ძალიან სასიამოვნო გემოები მივიღე. ამ დღეს სადილე აღარ მომზადებია. ყველა ინგრედიენტმა თავის როლი შეასრულა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ სალათში იცით რა არის? თონის პური რომ ჩაეწობა ამ უგემრიელეს წვენში.